Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad amma ba'd. Assalamu alaykum. მოგესალმებით. ოჯახის წევრებიდან თუ კი არიან მუსლიმები და ქრისტიანებიც, ფით რა ქრისტიანებისაც უნდა გავცეთ თუ არა, ასეთი კითხვა შემოვიდა. რა თქმა უნდა, მსგავსი შეკითხვები ხშირად ისმის, რომ მე ვარ ქრისტიანი, შეიძლება თუ არა ვილოცო, ვიმარხო და ასე შემდეგ. მსგავსი საკითხის წინაშე რომ წავსკეთ პასუხი რომ ვიცოდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ნებისმიერი ღვთისმსახურება ისლამში, რაც როგორც არის ეს ლოცვა, მარხვა, ზეკათი, ჰაჯობა და სხვა მრავალი, ამ ღვთისმსახურების შესრულება, რომ სავალდებულო გახდეს ადამიანისათვის, პირობებიდან ერთ-ერთი მთავარი და პირველი ეს გახლავთ ადამიანი უნდა იყოს მორწმუნე, ანუ ის უნდა იყოს მუსლიმი. ანალოგიური პასუხი არის ამ კითხვასთანაც, რომ თუ კი ოჯახის წევრებიდან რომელიმე ან რამდენიმე არის ქრისტიანი, ფითრას მხოლოდ და მხოლოდ გავცემთ იმ ოჯახის წევრებისას, რომლებიც არიან მუსლიმები, რადგან ლოცვა, მარხვა ან ფითრა ევალდებულებათ მუსლიმ ადამიანებს. ამიტომ ადამიანი თუ არის ქრისტიანი, იმ პიროვნების ფითრას არ გავცემთ. Assalamu alaykum.